რა განცდა გაქვს, როდესაც იცი რომ ჭიდაობ და მამაშენი ესწრება ტურნირს. მამაშენის ემოციებზე მე ვილაპარაკ. და უკაცრავად მაგრამ დავამატებ ყოველთვის ახერხებს რომ წამოყვეს, როცა დიდი ამბებია. კი, ყველგან თითქმის უკვე ერთი ალბათ 10 წელია, ყველგან არიან, ყველგან დადიან და მშობლებზე ორივეზე უნდა ვისაუბროთ, ეს დედა იჩაგრება ხოლმე ძალიან, რომ დედაზე საერთოდ არ ვსაუბრობ და ძალიან კულისებში ჩანს და ის საერთოდ ვერ უყურებს ვერაფერს და მე რომ მორჩება და რომ დაურეკავად, მე გადავხვევს ხოლმე და ბედნიერი უყურებს და სახსალაგებს ხოლმე 5-ჯერ, 6-ჯერ, 7-ჯერ. ხო და ნუ მამა უფრო დადის ხოლმე სულ და არის ხოლმე, მაგრამ არის ხოლმე მომენტები, რომ აი მაგალითად ფინალურ დაპირისპირებას ან თუ ძალიან დაძაბული ის არის და იქ ბოლომდე ვერ რჩება ხოლმე და ვერ უყურებს და გადის და მე შემოდის ხოლმე და განცდები, რა თქმა უნდა, გულშემატკივრობა ყოველთვის ვიძახი, რომ უფრო ბევრად რთულია და მით უმეტეს, როცა შენი შვილი ჭიდაობს და ასპარეზობს, ალბათ ეს არის, არ ვიცი, ძალიან საშინელება. ნუ გამარჯვების მომენტი ხო უსაზღრო დიდი სიხარულია, მაგრამ უშუალოდ პროცესის დროს ალბათ შემზემეც ისინი ჭიდაობენ და ნერვიულობს და მინახავს, რომ 5 კილო აქვს დაკლებული და 3 კილო და ის სახეს რო აქვს ესეთი შეშლილი. მე მინახავს მამაშენის ცრემლებით კადრები ალბათ ყველას უნახავს როგორ ტირის და როგორი ემოცია აქვს და აი შენ რას გრძნობ როცა იცი რომ ტრიბუნაზე მამაზა შენი გულშემატკივრების ადრე შეიძლება რამე ისეთ ცოტა უფრო ვიძაბებოდი ხოლმე ამ ყველაფერს ალბათ პატარა ასაკში მაგრამ მე უკვე ეჩვევი ამ ყველაფერს და უფრო იქ შიგნით რა პროცესებია იმაზე უფრო დიდი აქცენტი გაქვს გადატანილი და მე რა თქმა უნდა ეხლა რო აღნიშნა და ის ყველაფერი მე მაგრამ შიგნით ის არ უნდა იფიქრო რომ იქ мама იქ ის არის ეს მომენტები და ეს ფიქრები თუ გაგექცა უკვე მეტოქი არის ფიქრებს და მეტოქი არის ფიქრებს და რაღაცა შეცდომა გაგეპარება ამიტომ მობილიზება იქ ტატამზე და იქ შიგნით უნდა კონდეს ეს ყველაფერი და ეს მე უკვე გამარჯვების მე უკვე სხვა დადარჩია